მოგესალმე. თავარი არის რომ პასუხისგებელი ადამიანი ჩამოვიდეს. გამოსავალი თქვენთან ერთად მოიძებნოს. 34 წელი ამ ქარხანაში მუშაობ, 34 წელია ხალხო. ჩემ კისერზე ძალიან ბევრმა უბედურმა გადაეტანა. ასეთ რამე არ მინახე რაც ახლა ხდება. მე შაქრის კითხვა. ჩვენ კითხვას ვარ. რა გველოდება ჩვენ, ხო? უნდა დაასაკმონ ხალხი. გაკეთებული არის. როდესაც უახლოესი წყდომა იქნება პარლამენტის, აუცილებლად ამ საკითხს ინფორმაციას დავაყენებ. ერთადერთი სიკვდილს აღშორდა ქარხანა უბრალოდ იმ დროს გაჩერდა. იძულებული და ვის ჩემი 100 ლარიანი პენსია გაუმეტროდი მითი გადამეხადა სიუր თერაპიის 8500 ლარი. ის კანონი თუ იწერება ის ქვეყანა წიწავდები და მე თავიანთ ხელი შეწყობაზე გადავიდე და პრემიებზე და ხერხასების მომატებაზე. როდესაც ასეთი საგანგებო ვითარება არის, არა, რაზეა საუბარი. საწარმოებში ყოველ შემთხვევაში შეიძლება რომ საბანკო კრედიტების ის პროცენტების დარიცხვა შეაჩეროს. გაზრდაში შეგეჩერა თავის გაუჩინარებულობა. 6 თვეა გაგვიშვეს, არაფერს პასუხი არაფერი არ არის, უბრალოდ ვითხოვთ რომ გვამუშაოთ. უკვე მესამედ არის ეს ჩვენი აქცია და ხელისუფლებიდან არავინ არ გამოგვეხმაურა. 2 დღე გვექნება ესეთი სადღეღამისო გამოსვლა და ორშაბათიდან გადავკეტავთ გზებს. მარტო ჩვენ უმუშევრობაზე არ არის ლაპარაკი, მთლიანად დაბავარი და პარალიზებული. ამ წარმოების გარშემო აშენდა ეს სახლები, ეს მოსახლეობა გაშენდა და იმის მერე დაიწყო ამ დაბის ფუნქციონირება და ამ წარმოებაზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული. შემოაქვთ არაკონდიციონერი შაქარი, ხარისხო შაქარი, ყიდიან და ქარხანას აჩერებენ. 500 ადამიანი გააჩერეს, 500 ადამიანის უკან არის 500 ოჯახი და ეს ხალხი არიან გაუბედურებულ დღეში. ამ ქვეყანას ყავს პატრონი, არ ყავს პატრონი, თუნდაც ნომინალურად ხალხი რამეს ათენებს ელემენტარული მოთხოვნით, რომ ვინმე ხელისუფლები და ღირსად ჩათვალოს, რომ მოვიდნენ და გაესაუბრონ. 500 ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს. შვილიშვილებთან ერთად არიან გამოსულნი. და არანაირი ყურადღება, ყრუ კედელი ხვდებათ, როდესაც საკითხი ეხება ხელისუფლებას. დაუყოვნებლივ გამოიხმაუროს ბატონი კვირიკაშვილი დაბა აგარელებს. მისი პირდაპირ ვალდებულება არის. 10 წლეულებია ეს ადამიანები მუშაობენ აქ და დღეს კარგავენ სამუშაო ადგილებს და ვითარება ისეთი იქნება, თითქოს არ არსებობს ამ ქვეყანაში არც პრემიერ-მინისტრი, არც მინისტრი და შესაბამისად არ არსებობს არანაირი პოლიტიკური ნება, რომ ამ ხალხმა არ დაკარგოს სამუშაო ადგილი.